შეიძლება თუ არა თქვენი თავის ტკივილი თვით წამალმა გამოიწვიოს. მედიკამენტოზური თავის ტკივილი არის მეორადი თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება ზედმეტი ან ხშირი წამლების მიღების გამო. განსაკუთრებით იმ მედიკამენტების, რომლებიც თავის ტკივილის ან შაკიკის სამკურნალოდ გამოიყენება. თავიდან წამალი ტკივილს ამცირებს, თუმცა მუდმივი ან ხშირი გამოყენებისას ნერვული სისტემა ადაპტირდება. ტკივილი ხდება ქრონიკული და ყოველდღიური. მას იწვევს ანალგეტიკების ხშირი მოხმარება, მაგალითად იბუპროფენი, ნაპროქსენი, პარაცეტამოლი. რისკ ფაქტორი არის 10-15 დღე ან თუნდაც რამოდენიმე თვე. ასევე რამოდენიმე ტიპის წამლების კომბინაცია და მაღალი დოზა. ამ დროს ტკივილი ხდება მუდმივი და ყოველდღიური. ტკივილის ხასიათი მერყეობს მსუბუქიდან ძლიერამდე. ხდება ასევე სისხლის წნევის ცვლილება, დაღლილობა, კონცენტრაციის დაკარგვა და ღებინება. პირიქით მოქმედებს წამლები. მიღებისთანავე ჩერდება ტკივილი, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ ჩნდება. შესაძლოა განვითარდეს ნერვული მგრძნობელობის ცვლილებები, ძილის დარღვევები და ფსიქოლოგიური უსიამოვნო ეფექტები. ძირითადი ყველაზე ეფექტური მეთოდი არის მედიკამენტის შეწყვეტა. ძლიერი კომბინაციების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. ასევე პროფილაქტიკური მკურნალობა, ასევე მნიშვნელოვანია არამედიკამენტოზური მიდგომებიც, სტრესის კონტროლი, რეგულარული ძილი, ფიზიკური აქტივობა, ჰიდრატაცია. მედიკამენტოზური თავის ტკივილი თავდაპირველად შესაძლოა შემაშფოთებელი იყოს, თუმცა ის მართვადია.